შვიდობისა ყველას. მოგესალმებით. აბა როგორ ხართ? როგორ ბრძანდებით? ისეთი ლამაზი დილა, ისეთი ლამაზი დილა. ხეებს უკვე ფოთლები აქვს. ჩაირთა რა ჭირს. ესე იგი, დღეს კრება აქ ანდრიას კლასში. სიცოცხლე ექსკურსიებზე დაიწყეს გოგოებმა ზრუნვა. ჩატებში ერთი ამბავია. გამოცოცხლდა ყველაფერი. დილა მშვიდობის. აბა როგორ ხართ? მე ახლა მეთქი დავლებ ყავას და გამახსენდა რომ ნალექიანი ყავა არ მაქვს და არც მიყიდე. რამდენი დღეს წინ აღმოვაჩინე ეგ რომ ნალექიანი ყავა არ მაქვს და არც ერთხელ არ გამახსენდა რომ მეყიდავს. წარმოგიდგენია. დილა მშვიდობისა. დავლიოთ ჩვეულებრივი ყავა, აბა რა ვქნათ. თუნდაც აი ამ სილამაზეს არ ვიცი კამერა ვიღად მოსცემს, მაგრამ გამოდიხარ და ზამთრის მერე აი ამას რო ხედა. აი ამ სიმწვანეს. აი ეს წითელსაც აქვს ფოთლები, კატუნიები მიფიცხებული. ჩემი ლამაზი მანქანა აი აქ და აი ესეთი ზეცა. გამარჯობა მზეა. აი ეს. დილა მშვიდობისა. სათამაშოს ირჩევს ჩემი გოგო. Which one like? რომელი? რომელი pet გინდა? Pet bunny? ბანი? ფრთხილად წავა, არ შემავარდე. ხა გავივეცით. ეს ესაა. აფარბე ნახეთ ისა. აბა, ყავა დავისხათ. კამერაში დავისხათ. ეს არის რაც არის. ვერ გეტყვით. თქვა არ მინდოდა საკმაოდ. Rakshi, macaroni sauce. Okay, I've got macaroni. I've got macaroni. Hallo, ihr seht mir in der Torte aus. Und da gab es auch schön. Eis nicht mehr. Pretty onda. Maybe. Shut up, I'm not ready to listen. I apologize.
Okay. ასე. გუშინ კობას თაღლმა დაუყეფა ანდრიას. დაუყეფა კი არა, კაცო. ანდრია წავიდა, ანუ მე და იკავნა წავსულიყავით საღამოს მანქანა. უნდა გამეტარებინა რა. ხო ისვენებ და გუშინ იკა. ხო და იმდენი რაღაცა გავაკეთე, დავიღალე და მე ცოტა დავისვენებ და მერე თქო რა და ხო და მოსაღამოვდა უკვე და აქ იყვნენ ერთი ხო შიგნით არის ბიგლი რომელიც ყებს ხოლმე ხო და კაცო ანდრია გავაგზავნეთ პეპსიზე პეპსი უნდათ ბავშვებს და ანდრია წავიდა და ანუ რავი კაი ხნის გასული იყო ანდრია და მესმის ყეფა აი ყეფავენ ეს ძაღლები მე ანდრიას ხო არ უყეფავენ თქო გამოვედი და აი აქ შესასვლელთან დგას ანდრია ეს სამივე მატილდა თავის შვილები და ის კიდე აი ხა შიგნიდან ეს ბიგლია შიგნიდან ხმაო და ეს ბიგლი ანუ უყეფავენ და ეს იქიდან ეჩხუბება ანდრია გადი ეუბნება რომ უნდა რომ გაიაროს და ისინი აქ დგან ანდრია ძალიან არ მინდა რომ ეხლა აქ ისეთ სიტუაცია შეიქმნას რომ ბავშვი ეზოში ვერ გადიოდეს მეც კი ცნობენ და რაღაცა მაგრამ რაღაც მაინც რაღაცა ისე შემომიყეფეს გამომყვრენ მატილდაც რაღაცნაირად მიყურებს აი არ ვიცი რაღაც არ მომწონს რა და კი უთხარი ამდენჯერმე კობას და არა რას ამბობ მაგრამ არ ვიცი კიდე მინდა უთხრა იმიტომ რომ ხა ბავშვს რო ეზოში ჩასვლის ეშინოდეს გინდათ ისა გინდა პატარას ეგ დამჯვად არ მინდა ხო და თავი თუმე სახში აქ სადაბალოში კატები ისე ლამაზად იყვნენ რომ ფოტო გადაუღერო ხო და მე მოგვიანებით ჩასულა იმიტომ თავი ვფიქრობდი ანდრია არ იქნება მის კაცს რამდენი ხანია გავიდეს თქვა თუმე ჯერ კატებს უღებდა ფოტოს აქ იყვნენ ისე საყვარლად იყვნენ ეს სიამის კატები ხო და მოკლედ ასე ახლა ამინდოდა რომ მე თქვა აი მე რო ვილაპარაკე ჩემი გულახდილი საუბარი რო იყო ჩემს შინაგან განცდებზე და მდგომარეობაზე იქ რამდენიმე ადამიანმა რომელსაც ჩემზე გული შესტკივა რომელსაც მე ვუყვარვარ ისიც დამიწერა რომ ანუ ვინმეს დაელაპარაკეო გული გადააყოლეო სხვადასხვა პროცესში როცა ვიყავი ეგ ბევრჯერ ვცადე მე მყავს ადამიანები ვისაც შემიძლია რომ აბსოლუტურად ყველაფერი ვუთხრა თქვენით რომ მე არ ვიკარებ და არ ვიჩერებ ადამიანებს ვისთანაც ვერ მოახერხებ აბსოლუტურად ყველაფერი ვუთხრა და მათაც ასევე ანუ სადაც სრული და 100%-იანი გამჭვირვალობა და მიმღებლობა არ არის მე ეგეთი ურთიერთობები არ მაქვს აქედან გამომდინარე მე მყავს ადამიანები ნდობით აღჭურვილი ვისაც შემიძლია ნებისმიერ რამე ვუთხრა რაც ხდება ჩემში ჩემს სულში ჩემს გულში და ისინი გაიგებენ და ისინი მე მხარს დამიჭერენ მაგრამ მე ვცადე ეს რამდენჯერმე პროცესში მაგრამ ესეთი რაღაცა არის ესეთი რაღაცა არის აი ხო შენ უნდა დაიბადო მარტო ვერავინ ვერ დაიბადება შენს ნაცვლად ვერავინ ვერ გაიგლის შენ გზას და ვერავინ ვერ მოკვდება შენს მაგივრად ანუ აი ეს ყველაფერი არის შენი გასავლელი ეს ყველაფერი არის შენი გასაკეთებელი ეს ყველაფერი არის შენი განსაცდელი ასევე არის ზრდის მომენტი ზრდის ტკივილი ეს გარდატეხვა რა თქმა უნდა ჩვენი საყვარელი ადამიანები ჩვენთან არიან რა თქმა უნდა მე მათთან საუბრობ და უბრალოდ მათი ყოფნა მე მეხმარება აი თუნდაც სოფიასაც რო შევხვდი რაღაც ანუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ესენი მე მეხმარება მაგრამ რეალურად ის რაც იმ მომენტში ხდება ჩემში იმას ჭირდება მარტო ჩემი ჩართულობა მარტო ის რომ მე ეს ყველაფერი მივიღო ჩემ თავში მარტო ის რომ მე ამ ყველაფერს ჯერ გავუძლო მე თვალებში ჩავხედო მივიღო გავუმკლავდე გადავხარშო და აი როგორც თქვი აი რო გადაწყდება ხე და აი პატარა ნაწილიოდაც და იქ რო ახალი ამოვიდა ანუ ეს ჩემი გასაკეთებელი
დანარჩენი ყველაფერი, აი დამხმარე საშუალება, ის ბუნება, ის საუბარი, ის ყველაფერი. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ესეთ მომენტში შენ თავში და შენ თავთან უნდა იყო. ისეთი ლამაზი დღეებია, მე თქო, აი რა ვიცი, საოცრება. ან გაზაფხულია ასეთი ლამაზი და მე აქამდე ამას ვერ აღვიქვავდი, თუმცა ყოველთვის ვიხიბლებოდი, მაგრამ აი ეხლა როგორ საღვიქვავ. ან კიდე მე რო გამოვედი აი ამ ძალიან მძიმე და ძალიან ღრმა, აი სულიერ სიღრმეებში ვიყავი ძალიან ჩასული, გარე სამყაროს იმას ვეღარ აღვიქვავდი თითქოს და ეხლა შეიძლება უფრო მძაფრად აღვიქვავ. შეიძლება მაგის ბალით არის. შეიმჩევი თორე ტვინი ამას და ისეთი მზეა. აი ვოთ ტვინს აქ ხდის. იმისთანა უკვე. და ჯერ ახლა გაზაფხულდა. ისე გაზაფხულდება. აი შობა ყვავი. აი ასე ხოდა ასე შემოკარგებოდა ძირფასება ეგ უბრალოდ ჩემი გასავლელი იყო ეგ მომენტი რა იყო რა მოხდა ხო მოკლედ ნინი ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მიყვარს შენ ვიდეოების ყურება. ერთვარი განწვირთვა ჩემთვის შენი მოსმენა. ღმერთო როგორ მიყვარს. ანა შეუფასებელია ნინი თქვენი საუბარი. ღმერთო ძალიან დიდი მადლობა. აი თან ეს იმ თემაზე იყო, იმ ვიდეოზე იყო, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიდეოზე. სადაც გადაგიშალეთ გული და ხათუნა ნინი გზიან სტატუსს პროცესას უდავმატებ უფრო გემრიელი გამოდის სასწაულად უხდებაო საერთოდ ნიგზიანებს ხო პროცესი ძალიან უხდება და ეგ ცნობილი ფაქტია მაგრამ მე მაქვს ეგრეთ წოდებული გეოგრაფიული ენა ეს გეოგრაფიული ენა არის დაჭრილი ენა, იგეგონება დაჭრილია, შუაშიც შიგნითაც. და აქვს ძალიან მძაფრი რეცეპტორები. ანუ მე ნიგზიანი რო შევჭამო. ან უბრალოდ ნიგოზი რო შევჭამო, ან ნიგზიანი. და რომ მივაყოლო მჟავე. ასეთი არომატული, როგორც არის ბროწეული. ჩემი ენა იწყებს ტკივილს, მაყრის, აი ზედ ენაზე ჩანს როგორ აი რომ ფოთლავს ესე მაყრის ანუ даже რომ მიდიარ სადმე კაფეში ან რესტორანში სადაც რა თქმა უნდა ყოველთვის ნიგზიანზე დაქვს მოყრილი ეს პროცეული ძალიან მიყვარს პროცეული მე ცალკე პროცეულს ჯამ არაფერი არ არის მაგრამ აი ესეთი ნიგზიანეულის და პროცეულის შეთავსება კიდე არის რაღაც კომბინაციები რომელიც ამას მართებს და რაღაც პერიოდი ენა გეგონება სივდება შიგნით, ძალიან არა ოდნავ, მაგრამ აი მკვრივდება და ისეთი ტკივილი არის, რომ ვერა. ამიტომ არასოდეს მე ნიგზიანებს არ ვუკეთებ ხოლმე იმას პროცეულს. ეგა მიზეზი. გვანცა, აი გადავირიე გვანცას იმდენად სწორად თქვა ეს, რომ თვალები მართლა სული სარკეა, ყველანაირი გაგებით, ალბათ, ანუ ბედნიერებაც და მწუხარებაც როგორ იკითხება.
ადრე ყოველთვის ვიღაც ჭირდებოდა რომ აღმდგარიყავი, კარგად გამხდარიყავი. ახლა ამ ყველაფერს ჩემი თუ მკლავდები. საკუთარ თავზე კარგი მეგობარი, ისევ როგორც მტერი, არავინ არ არის. რთული პერიოდები კი ნამდვილად გჭირდება იმისთვის, რომ რაღაც ახალი და კარგი დაიწყოს ჩვენს ცხოვრებაში. აი ზუსტად 100%-ით ეგრეა. ანუ აი მეგობარიც არ ქვია ამას. აი ნახე, ჩემ მეგობარს, ჩემს თუნდაც ოჯახის წევრებს საყვარელად ამერეს აქვთ თავისი ცხოვრება, ყავთ თავისი თავი, რომელიც აბარიათ და ყოველ დღე მათ ისინი უნდა გაუმკლავდნენ თავის თავს, თავის შინაგან ბრძოლებს, რომელიც ყველას გვაქვს. და მე ვიღაცამ უნდა მათრიოს ყოველდღიურად. ანუ კი რა თქმა უნდა ძალიან კარგია ზოგჯერ გაზიარება, საუბარი, სადმე შეიძლება საერთოდ ისაუბრო და არაფერი, უბრალოდ ერთად სადმე გახვიდე. ეგენი ძალიან კარგია, შეუფასებელი, მაგრამ აი იმ თავს შემდგომ გაუმკლავდე. ადრე იქნება თუ გვიან, ასე იქნება თუ ისე, ეს არის ჩვენი ტვირთი, ასე ვთქვათ, სატარებელი რა და მაგას 100%-ით მე ვეთანხმები და ვეთანხმები რა, ჩემ თავზე გამოვცხადე მეც. გუშინდელი ვიდეო მე მგონი მოგეწონათ, აი არ ვიცი, ძალიან ისეთი იყო. მე ისიც ძალიან მიყვარს, როცა ვაკეთებ და თან თქვენ გესაუბრებით, მაგრამ ესეც ძალიან, ანუ ამ დროსაც ხო თქვენ გესაუბრებით, ოღონდ უკვე მე როცა გადავიღე კადრს მიღმა, გავახმოვანე და ძალიან საყვარელი იყო ჩემი აზრით, მით უმეტეს რომ რაღაცა საათი და 10 წუთი იყო, მგონი თუ საათი და 20 წუთი იყო ვიდეო და 22 წუთი გამოვიდა. წარმოიდგინეთ რამდენად არის აჩქარებული მთელი კადრები და რა ვიცი, მე ესეთ ვიდეოებშიც ვხედავ სილამაზეს და ასეთ ვიდეოებსაც აუცილებლად გადავიღებ ხოლმე, ასე ვფიქრობ და ასე მინდა. უკვე ძალიან მომენატრა სხვა. უკვე ვფიქრობ სხვაზე ღმერთო. აი ეს ფერი მანიკური უკვე მომბეზრდა. მაგრამ ჯერ არ იმაშვები, ჯერ იყოს, ჯერ არ იმშვენივრად იყოს. აი რომ ამბობენ ხოლმე რომ აძრომა ან რამე ისა ანუ ისინი რა ჩნდება 10 სლოიგი ქართულად როგორ არის? მოგეთ არაფერი არ არის, რავი, ჯერჯერობით მშვენივრადაა. პირველი გაკეთებულია და ქოდარკინასავით არის, ვნახოთ აბა როგორ იქნება. ახლა 2 კვირა, მეტი არ გავიჩერებ. 25-ში ხო დავიწყე. ნუ მერე კიდე ხო ვიკეთე და რა ვიცი, ეს უფრო გვიანაც მაქვს გაკეთებული, მაგრამ 25-ით ვთქვათ, ხო? ეს თუ 31-ით იყო, თუ 30-ით იყო. ნუ, სადღაც ესე 10 რიცხვიდან დავიწყებ ნელ-ნელა, აი ამ თითებით დავიწყებ, იმიტომ რომ ესენი ძველი პირველი გაკეთებული ეგენია, მე ვარდისფერი მინდა, უკვე ვიცი. ვარდისფერი მინდა. და ჯერ სანამ კვადრატს კარგად არ დავამუღამებ, კვადრატის გაკეთებას იქამდე სულ კვადრატი მექნება. იდეალამდე უნდა ავიყვანო კვადრატის გაკეთების ცოდნა. და მერე გადავასკვნე მეორეზე. მეორე ვარიანტზე. ხო, მაგას ასეთი დილაა ჩემთან. ისეთი არაფერი, განსაკუთრებული, მშვიდი, წყნარი, ჰარმონიული. ეხლა ეს მაკარონს გავუკეთებ, მერე იქ წავალთ, უბრალოდ. ალბათ ექსკურსიაზე ვისაუბრებთ და სწავლაზე და რაღაცა, იმიტომ რომ მე ვკონთ ღმერთო სწრაფად გადის დრო. რა სწრაფად გადის დრო. აი არ მჯერა. 2 წელიწადში თორნიკეს სკოლას დამთავრდა. 3-ში ანდრია. და მერე ევა უნდა წავიდეს დაახლოებით მაგ დროს. თორნიკე დამთავრდა, ევა წავა. ასტრაპატ ისდევენ ჩვენი შვილები. ასტრაპატ ბერდების შვილები. არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრჯერ მიფიქრია იმაზე და ძალიან ბევრჯერ მქონია ის სასოწარკვეთა
თავიდან რო გვაქვს ხოლმე დედებს ბავშვების გაჩენი და პირველი მე ყოველჯერ მქონდა პირველი 3 წლის განმავლობაში აი ის რომ უბრალოდ ადამიანურად არ გძინავს, ვერ ჭამ, ვერ ცხოვრობ, შენი ყველაფერი გვერდზე გადადება, იმიტომ რომ მოვიდა ახალი ადამიანი, რომელსაც მთელი სამყარო შენ ხარ და აი ფეხზე რომ დადგეს ამ სამყაროში იგიც შენ ხარ და მე ჩემ ყველა შვილთან მე თვითონ გავიარე ეგ პერიოდი და ძალიან რთულია ხოლმე, ძალიან ძნელია, არის ძალიან ისეთი დეპრესიული მე კიდე ჩემ შემთხვევაში დეპრესიული როცა არის ჭამდი ხოლმე, კიდე ცალკე დეპრესიას მგური და ჭამდი ზედმეტ გულისხმობ წონა და კიდე 1000 პრობლემა ხო არა, ისე ხო არა, რომ ჩვენ ვდგევართ ისე გაჩერებული და რაღაცა ერთი ხდება ჩვენ ცხოვრებაში, არა, მილიონი რაღაცა ხდება, 1000 რაღაცა ხდება და ყველაფერი ხდება ერთდროულად. და არის ხოლმე ძალიან რთული და ძალიან სიმწრის ისინი იყო ხოლმე რა და მიუხედავად მაგისა, აი ეხლა ამ ასაკში 35 წლის ვარ, ხალხო და წელს ჩემი შვილი, როცა მე 36, სანამ მე 36-ის გავხდები, ესე იგი ივნისში თორნიკე გახდება 17 წლის და მე სექტემბერში გავხდები 36 წლის, ანუ რამხელა შვილები მყავს. ეს ევა კი პატარაა, მაგრამ იმ დღეს პარკში რო ვიყავით, ევა რო ყავდა, ქალი იყო 91 წლიანი ვარ, რომ ამბობდა 91 წლიანი, მე ვარ 99-იანი, ანუ ჩემზე 8 წლით იყო დიდი და ევაზე პატარა ყავდა პირველი შვილი. ხო და ამბობდა, რომ აიო, მოვიარეო ქვეყანაო და გვიან გავაჩინეო და არც ვნანო. და აი მე ამ დროს ვავლებ პარალელს და ვფიქრობ, რომ აი შეიძლება მეც მომევლო ქვეყანა, მაგრამ წარმოიდგინეთ, ქვეყანა ხო შემიძლია ახლაც მოვიარო და ჩემი ორი შვილი, რომელიც უკვე დასრული ხდება, დასრულები ხდებიან თორნიკე და ანდრე, ესენი არ იქნებოდნენ. ანუ და მე ხვდები, რომ კიდე მესწავლა, კიდე მილიონი მეშოვა, კიდე სამყარო მომევა, რაც არ უნდა გამეკეთებინა. ამაზე დიდს და ამაზე საოცარს, რაც გავაკეთებ, ვერაფერს ვერ გავაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამას ვერ ვხდებოდი და ეს იყო უბრალოდ აი შინაგანი, პირველ ყოფილი, აი ესეთი ინსტინქტი, მე ადამიანს რომ არასდროს არ ვოცნებია შვილს. აი არასდროს არ. ხო არიან ქალები, ვინმე შვილი მინდა, აი მე არასოდეს არ, ან შეიძლება ვერც მოვასწარი, იმიტომ იმდენ პატარა ასაკში მოხდა იქ ყველაფერი, რომ ვერც მოვასწარი. მაგრამ, ანუ როგორც კი ანუ მივედი მაგ ეტაპამდე, ეგრევე ვიცოდი, რომ შვილი მინდოდა. და ეს გვიან გაჩენილი შვილის ბედნიერება, აი სულ ფიქრობდი, რომ მეთქი თორნიკე და ანდრე ხო ადრე გავაჩინე რა და ძალიან გამიჭირდა. ანუ მაგ დროს არა მარტო ფიზიკურად, აი მორალურადაც არ ძალიან იმდენ პატარა ხარ. ხო და თუმცა ვერცერთს ვერ იქნები მსახიობი მივხვდი მოგვიანებით თავისუფლად ჩემისთვის და დედობისთვის, ისე როგორც აი მაგალითად სიკვდილისთვის, ვერასდროს იქნები მზად ადამიანი. მაგითაც მზად ვერასდროს ვერ იქნები რა, მაგრამ ანუ მოსულო მორალურადაც ძალიან ძნელი იყო რა, აი ძალიან გამიჭირდა. და ვფიქრობდი, რომ მეთქი შანსი აღარ არის, მე ამათ ერთიანად აი გავსდი და მოვჭა მე მეტი ბავშვი თამჩენი არ ვფიქრობ. მე გაიყოფილა ხალხა სიბერეში გაშენილი შვილი. ну ჩემთვის ახლა იქ სიბერეში გაშენილი შვილი, იმიტომ რომ პირველი შვილი 30 წელს გამეჩინა, არ იქნებოდა ეგრე არ ვიტყოდი, მაგრამ პირველი შვილი 18-ის სამგააჩინე, მაშინ ეგრე ვფიქრობდი. ხალხები კარგად იქნება ყველაფერი. აი თუნდაც ის რომ თორნიკეს და ანდრეას ბებია
იმდენად ახალგაზრდა იყო, როცა ეხლაც ახალგაზრდა, მაგრამ იმას ვამბობ, ეხლა რო არის იმ ხელებს ყავთ ხოლმე ზოგჯერ შვილიშვილები პატარები და მაშინ იმდენად ახალგაზრდა იყო თვითონაც, რომ ანდრიას ქუჩაში ატარებდა, ვისაც დავყავთ. იმდენად ახალგაზრდა იყო, რომ ანდრიას ქუჩაში ატარებდა, ხალხს ეგონა, რომ მოზისვილი იყო. წარმოიდგინეთ პროსტა. პურების გამოჩნდა. ჩამოწრიული პურები. დაბედნიერება, რომ ბებია და ბაბა ახსოვს ესეთი ახალგაზრდები. აუ, შვენიერია. ნაძრევი. სიკვდილის გარდა ყველაფერი კაია. ჩემი გამოცდილება, იმიტომ რომ აი მართლა გეუბნებით. აი სულ ფიქრობ, ორი ადამიანის სიცოცხლე. და ეს არ არის ორი ადამიანის სიცოცხლე, ეს არის წარმოიდგინე, მაგათი ცოლები, მაგათი შვილები, მაგათი შვილიშვილები, აი მთელი ხაზი. რომელიც ახლა იქნება, არ იქნებოდა საერთოდ. ახლა ასე უყურებ. თუმცა მქონდა პერიოდები, რომ ვაი. ძალიან მიჭირდა. აი, როგორ გაივლის გაჭირო რომ. ეს სუბიექტური სათვალე თვალიან გადაგეცლება. ხედავ იმ რეალობას. თავას. უზეფის ვერ გაჭმფისო. გამარჯობა უთხარება დეიდებს. უთხარი დეიდებს გამარჯობა. ჩემი ნახეთ როგორ უყურებს ზეფირს. ჩემი კაკაშკა ჭამია. აი, ჩემი. მე მაინც იცით როგორ მიყვარს საერთოდ ფისანიშნავს ეს ჩემთვის. აი, საერთოდ. ბოჯიში. ამას ვერ მოგცემ. ჩემზე ჭამს. შემიძლია ხოლმე რომ მიყურებს ის საცო დავითვალებთ. მე მგონა რომ გათხოვებული იყო. ეს ცოტა გონიჩკა ჩალი ვერ შეჭამე. ეს მიყვარს კიდე ნახე. აი ვიცება ვინ აკეთებს ხოლმე ქალებო ამას. თქვენი შვილები რო შეჭამენ. მე ძალიან ტკბილია. ხდება ახლა სულ TikTok-ზე ვიდეოები. რუსებს და მაწვნებს რო ყრიან. და სულის მიდგას თვალწი რა ღირსებს და მაწვები. მე რამდენი ნუტელა ყოფილა. კი არა. რო წაუსვამენ ხოლმე ბავშვები. და დადებენ კოლს, აი იქ რო ჩააგდებენ. ახლა ხო იქიდან ვერ ამოიან. აი ეს კოლი სავსეა ხოლმე. ახლა აღარ. იმიტომ რომ ერთჯერ რომ ვნახე უთხარი რომ მეთქი. ნახევარ გადაყრით ეგრეთ ხო. და ცდილობენ და თან მეუბნები რომ დაიმწაოს და იკარაქისთან არო. ირიგინა ფშო. შენსაც რატო არ აჭამ? აი მეორე დღეა უყრია უკვე.
არ ჩამიმატრი, იმიტომ არ ჭამს. არ ჭამს. კვეთს უხარშავ ხოლმე მაგას ვაჭმევ. ხორცი როცა გვაქვს მაგას ვაჭმევ. რა ვიცი, აი რაც ისეთი ცოტა კარგი და ვიცი რომ შეიძლება ვაჭმევ, ხილსაც სულ ვაჭმევ. ცოტა ხლებცითაც ვაჭმევ, რა ვიცი, სასარგებლოა და რაღაცას ავნებს. ხო და ესე. ახაც ეს თქოს მიშია, ხა? თან ვერ გამიგია ჯემშია თუ არ მშია. ავერყო ცოტა. ისეთი კაი გამოვიდა მჭადი რომ გამოვაცხე ღუმელში. აგარ გამოუცხობ და აი ასე. მაგრამ სიამდვილეში გამომწვარი მშვენივრად. просто ქვედა წვალ ახლოს იყო და მეტად რომ იმას მექნა გახმებოდა ხო ხდება. და იმ სტაფილოს ვაიმე სხაპარი. სხაპარია თუ ნამდვილი. ლა 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 ლა. ობა შენ მაძაღლებმა გუშინ ბავშვი შემიშინეს. აი მან დიდ გაანდრია. ბიგლი იქიდან უყეფავდა, წინ მატილდა ედგა, აქეთ იქიდან ისინი. კაცო, ბავშვი წავიდა და მესმის ზაღლების ყეფა, მეთქი შანსი არა ანდრიას უყეფ. მერე გამოვიდა, მაგათ არ უყეფავდნენ. ხო და მერე ჩამოვედით და ვუთხარი მატილდას, იცოდე მეთქი, კობას ვეთყვი, შეშინებს მიხედე მეთქი. ჩემშვილს ნუ უყეფავდე მეთქი და ისე მისმენა გეკოება ესმოდა ყველაფერი. უი მერე რო ჩამოვლენ საერთოდ ვეღარ გვიცნობენ. რო ჩამოვლენ სულ ვეღარ გვიცნობენ. მერე იქ ვინ აჭმევთ? აუ რა კაია. ძნელია. ის უნდათ ჯიშიანები, მაგრამ ეს შენ გაკრიჭე რა საყვარელია. ლომივით არის. აუ რა ძნელია, მე მყავდა პუდელი და ცხარს რო გაკრეჭავენ ისე ვკრეჭავენ. იმერიდება რომ უთხარი, მაგრამ უნდა მეთქვა რა უკნა, არ მინდა ხოლმე რომ ვაწყენინო რამე, მაგრამ მინდა ხოლმე რომ უთხრა, რომ კიდე რომ გამოვარდეს და რაღაცა ხო უნდა იცოდეს, არა მიუკაკუნე კიდევაც იმ მომენტში, მანაც სახში არ იყო. და მოკლედ ასეთი ამბავი. ყაში იცხოვრებენ ესე იგი მატილდას ბავშვი. დღესთან კურორტზე. იქით არა. იცოდონი არიან, მაგრამ იქ უნდა ძნელია აქ. იქ უნდა დავტოვო ისინია, რომ მარტო მატილდას წამოვიყვან მერე. მაგრამ ესე ჯობია, იმიტომ რომ აქ 3-8 არიან გარეთ, აი ესე ხალხს უყეფავენ რაღაცა, მაშინ ისუნდა რაღაცა. გაწუხნან რაღაცა. არა, ყოფაგი კარგი მწვნელია გაწუხნიდა, მაგრამ მაინც ძნელია, ესენი ჯიდები გაიხდებიან ახლა. ის არიან იმასთან ნაჯვარი, კავკასიურ ნაკასთან და ჯიდები იქნებიან, არც მატილდა არის პატარა გოგო. მშვიდობისა მიყვარხართ გაგოცეთ.
დღეს სკოლაში წავალთ კრებაზე. ხანდახანს რა ვფიცო? არ გინდა შენი საჭმელი? ой, ეს თემი გინახიათ ამათვისო. ძილა შეიძლება კვერცხის და გული არაო და მე რო ვაძლევ თრიანს ვაძლევ ხოლმე და გულს ჭამს და კვერცხს ტოვებს. კაგიათ. უგამათი ხარ დედი? დედიკოსავი? შევჭამ. კარგი დღე ყველას. მიყვარხართ გაკოცეთ, დილაც ყავა ერთად დავლიეთ. აი, ნახეთ რომელი საათია როცა მე ამას ვიღებ. ეხლა სანამ ის გაკეთდება, სანამ აიწვიოთ, მე 12-ია ხოლმე და ვინც ცოტა მოგვიანებით სვავთ ყავას, ერთად სვავთ ხოლმე. დაწერეთ, აბა ვინ დალია ჩემთან ერთად ყავა.